საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატი ხოთაზესთან ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. გაზრდილი ეკონომიკა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი მთავარი პრიორიტეტი მოქალაქე და მისი კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში პრემიერ-მინისტრისგან და კითხვა-პასუხი პარლამენტში. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება, დაკავებულთა რაოდენობა იზრდება. შვიდთვიანი პატიმრობა გივით არგამაძეს და 8 ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებები ცნობილია. ევროსაბჭოს ცარიელი დარბაზი და ევრობიუროკრატების უსაფუძვლო ბრალდებები, რისთვის ხმაურობენ ოპოზიციის მოკავშირეები. სალომე ზურაბიშვილის და რობინ დანიგანის შეხვედრა დეტალებს ორივე მხარე მალავს. ზღვის დონიდან 2967 მეტრზე ტურისტული სეზონი გახსნილია, თუშეთი დამსვენებლებს ელის. წლის ბოლოს პირველად საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. პროგრესი, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, მთავრობისთვის მეტი ამბიციის საფუძველია. უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი უკვე შედეგია და ბრძოლა პრობლემის სრულად აღმოსაფრთხლად გრძელდება. მთავრობის 11-თვიანი ანგარიში პარლამენტმა პრემიერ-მინისტრისაგან მოისმინა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პრიორიტეტი მოქალაქეთა კეთილდღეობაა და სწორედ ამიტომ გაზრდილია ყველა იმ სფეროს დაფინანსება, რომლის მიზანიც არის დაუწყების ადამიანზე ზრუნვა. უცვლელია საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ოკუპაცია ჰქვია, სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს ხელისუფლებას ორი ეროვნული ამოცანა, ანუ ორი ქართული ოცნება აქვს, ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა. როგორ გადის ქვეყანა გზას სიღარიბის დაძლევისკენ, ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. აქ მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი ხელისუფლებას მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკის გზით ესახება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან. დასრულდა დრო, როცა შეიძლებოდა ვინმეს ქართულ სახელმწიფოზე ძალადობა დაეშვა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსის უფლებას აღარავის მისცემს. ირაკლი კობახიძე იხსენებს, როგორც ჩათვალეს, რომ უცხოელებს ქართული კანონების წერის უფლება ჰქონდათ. როგორც ჩათვალეს, რომ ჰქონდათ უფლება ეკარნახათ, ვინ უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს პრემიერმა წლიური მოხსენებისას სახელმწიფო სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა უწოდა. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის კი მადლობას უხდის, ძალოვან უწყებებს ქართულ ხალხს, ეკლესიას და მმართველი პარტიის დამფუძნებელს. ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე 5 დღე, როდესაც წინასწარ შემოშავებული გეგმით კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. მთავარი მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა ქართულ ხალხს, რომ არა ქართული ხალხი, ისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერც ერთი შედეგი ვერ იქნებოდა, ბუნებრივია მიღწეული. და ძალიან რთული არჩევნები იყო ძალიან სერიოზული უხეში გარე ჩარევა. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ. ეს იყო ომი და მშვიდობა. და საბოლოო ჯამში ქართულმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარერყევების საფუძველზე ქვეყანა სახელმწიფო იყო დასუსტებული
და სახელმწიფოს შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ. ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძემ წლიური მოხსენების ბოლოს თქვა. ანგარიში კი ქართულ ეკონომიკაში დღეს არსებული რეალობის მიმოხილვით დაიწყო. ახლა საქართველო ეკონომიკური ზრდით მოწინავე არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ ასე იქნება მომავალ წლებშიც. როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ცხოვრებაზე? ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს. 2024 წელს ეკონომიკურ ზრდამ შეადგინა 9.4%. ასევე 2025 წელსაც იანვარ-აპრილის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. 20 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო $4,300 და 2024 წლის ბოლოს ამ აჩვენებელმა უკვე მიაღწია $9,140. პირველად ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლოს გადაარჩევებს $100 მილიარდ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნების გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა $28 მილიარდსაც კი არ შეადგენდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დახვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26.7%. მხოლოდ 2022-24 წლებში, ანუ საუბარია გასულ 3 წელიწადზე შეიქმნა 185,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 3 წელიწადში არის ნებისმიერ მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, ანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68,000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობა პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1,400,000 ადამიანს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. სიღარიბე არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. 2024 წელს 90,000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. აქაც მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები. 2012 წელს 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ხვარს მიღმა. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში, ანუ პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის გვინდა რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. აქაც ვიტყვი რომ არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი არის აბსოლუტურად მიღწევადი. ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობა სახელმწიფოს დანახარჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია და აქაც ყველაზე მეტს ციფრები ამბობს. მინდა შეგახსენოთ რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებს ეს ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველა ძალიან კარგად გახსოვთ. 693,000 იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა არის გასწრილი 869,000-მდე. აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. განათლება, სპორტი, თავდაცვა, პოლიცია, კულტურა. ირაკლი კობახიძე წლიური მოხსენებისას ყველა სფეროში დაგეგმილ სიახლეებს შეეხო. მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებს გელათის მონასტრის რეაბილიტაციას. პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ძეგლმა პირვანდელი სახე დაიბრუნოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ ვიყავი ჩასული გელათში, პირადად გავეცანი ადგილზე სამუშაოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე. მიუხედავად საგარეო პოლიტიკაში დღეს არსებული გამოწვევებისა, ხელისუფლება პრიორიტეტებს არ ცვლის. საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება და უკვე მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენისთვის. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. საქართველო რჩება პრაგმატული პოლიტიკის ერთგული. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მზად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოოში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია,
მსაუბრის რეჟიმში ჩვენ მზად ვართ გადავთქვათ ყველა ნაბიჯი იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ჩვენი ამოცანა პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება. ჩინეთთან ჩვენ შარშან წინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობთ, მათ შორის ერთობლივი წვრთნები, სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად მუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს ბუნებრივია თავისი შედეგი და ბუნებრივია ვაგრძელებთ მოქმედებას ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკით, რასაც რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პრაგმატულმა პოლიტიკა მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგი. ხელისუფლება განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მთავრობა საერთაშორისო რეიტინგებში დაფიქსირებული შედეგით დაკმაყოფილებას არ აპირებს. შარშან მე განვაცხადე რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში. უსწრებთ მჭიდრო ქვეყანას, ევროკავშირის მჭიდრო ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ არ შეიძლება ამით აკმაყოფილდეთ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევიდეთ სოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა ვერაფერი მათთვის საინტერესო ვერ ნახეს ჩვენი კრიტიკის მოსურნეება, რატომ? იმიტომ რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირ მიღების პრაქტიკაზე. თავისთავად ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს, უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირ მიღების პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. უცვლელია ქართული ოცნების ხელისუფლების ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნით კიდევ ერთხელ ისარგებლა და ამ დროს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნების გუნდის ერთიანობამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველო ამაყობს დამოუკიდებლობის ისტორიული ხარისხით. რეგლამენტის შესაბამისად მოვისმინეთ საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის განცხადებებიც. ქართული ოცნების სახელით განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკამ დინარაძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ დღეს პარლამენტმა პასუხისმგებლიანი ლიდერის განცხადებები მოისმინა და დინარაძემ ისაუბრა ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული. გარეჩარევები და საქართველოს წინაშე აქედან გამომდინარე არსებული გამოწვევები იყო განცხადების ერთ-ერთი მთავარი თემა, მასში როდესაც ტრიბუნაზე ქართული ხალხის ძალის ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ავიდა. ბევრი ელოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რომ მორჩილად ექციათ საქართველოს, ცალფეხზე დაეყენებინა და ნებისმიერი დაკვეთა გარედან დამისამართებული შიგნით შემსრულებს უკვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეესრულებიან. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ გზაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო შეუდარებად პრინციპული და ის სახელმწიფო საქართველოს ინტერესებს არ უთმობდა არავის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. როცა საუბრობ მშვიდობაზე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ბატონი ბიზნეს ივანიშვილის ჩართულობა, მისი დამსახურება აუცილებლად ვახსენოთ. პოლიციელებზე თავდასხმა შერაცხეს როგორც გმირობა და პრეზიდენტს, რომელიც რა თქმა უნდა, საკუთარ გადაწყვეტილებში სალომე ზურაბიშვილზე მაქვს საუბარი, არ იყო თავისუფალი, დაუკვეთეს, რომ ეს გმირობად გამოეცხადებინა და შეეწყალებინა ელჩი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში შიდა რევოლუციური პროცესების განვითარებას, დესტრუქციას. მე ვფიქრობ, ასეთი ელჩების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ კაცრი ტონი, უნდა იყოს კაცრი ქმედება და თუ საჭიროა ასეთ ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. ერი ერმა უნდა გადაარჩინოს. ჩვენ საკეთებას სხვა არ გააკეთებს. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა, ჩვენ ეს დღეს მოვისმინეთ საქმეზე ორიენტირებულად და არა ვთქვათ რაღაცა პიარზე გათვლილი. რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში. ალბათ საშინლად დავიცინებოდით, მაგრამ დღეს აბსოლუტურად რეალური გახდა ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახის და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა. საჭირო გახდა ამისი დისტრიბუცია ევროპაში. ევროპელმა ლიდერებმა მთლიანად გამოფიტეს
ევროპულობისგან. ვდევთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის გარდა ქართველი ხალხისა და ქართული ოცნება არის აი ეს გუნდი 41,000-ზე მეტი წევრი ამ გუნდისა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი. ჩვენ დღეს პირველ ადგილზე ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გვაქვს რეალისტური ამბიცია, რომ აქაც ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეები. ყველა საჯარო მოხელეს და ყველა ადამიანს, რომელსაც აქეთ თვალი და ხელი გაურბის, უნდა ვუთხრათ აუცილებლად. მხოლოდ შეიძლება კორუფციამ დააზიანოს ყველაზე მეტად ეკონომიკაც. დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში დამოუკიდებლობის ხარისხით დემოკრატიის პირობებში. რა არის ჩვენი ქართული ოცნება და რისკენ მივდივართ? პირველი ეს არის ქვეყნის გაერთიანებისკენ მშვიდობიანი და გააზრებული სხვა შერიგებით. ეს არის ასევე ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა და ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქისათვის. ეს არის ეროვნული ღირსების და იდენტობის გადარჩენა. ეს არის სამართლიანობა. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის დემოგრაფიული პროგრესი. ეს არის ამაყი ძლიერი მსოფლიოში ანგარიშგასაწევის სახელმწიფოს მშენებლობა და ეს არის რა თქმა უნდა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი საზოგადოება. აი ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც აუცილებლად ავიხდეთ. ეს საქმე, რომელიც დღეს წარმოადგენთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა თქვენ ნდობისთვის გადაგიხადოთ მადლობა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთადგომამ, საერთო გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, თავისი სუვერენიტეტით. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშით პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. მადლობა სოფო ბერიძეს. რთული გეოპოლიტიკური ვითარება, შიდა და გარე გამოწვევები და ამ ფონზე მიღწევები, დაგეგმილი პროექტები პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის შესახებ, რაც ასევე მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეგინ არსავიძე გიამბობთ. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ დეპუტატებს არაერთი კითხვა პრემიერ-მინისტრთან. მათ შორის კანონმდებლები დაინტერესდნენ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით. ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე საუბრისას აქცენტი გაკეთდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც სპორტს სამთავრობო გუნდის მხრიდან აქვს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსთავში დაგეგმილი არის ახალი სტადიონის ისტორიული ფეხბურთის სტადიონის ადგილას ახალი სტადიონის მშენებლობა. თუ შეიძლება რომ ცოტა მეტი დეტალი გითხრათ რა იგეგმება? ტექნიკური დავალება უკვე მზადდება. რუსთავში პრაქტიკულად ახალი სტადიონი აშენდება. ეს იქნება UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი. რაც შეეხება მაყურებლის რაოდენობას, ვფიქრობთ 8-დან 10,000-მდე იყოს მაყურებლის რაოდენობა. ვფიქრობთ რომ გამომდინარე დედაქალაქიდან სიახლოვიდან ძალიან კარგი იქნება ამ სტადიონის დატვირთვა, არა მხოლოდ ქალაქის თავშოთ საკლუბო საჭიროებებისთვის, არამედ ასევე თავშოთ საფეხბურთო გუნდებისთვის, ახალგაზრდული ნაკრებისთვის მაგალითად. თქვენი და ჩვენი ხელისუფლების გვერდში დგომის გარეშე ნამდვილად რთული იქნებოდა იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება, რაც ჰქონდა ბოლო წლებში. ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა ნამდვილად არ ქონია ქართულ სპორტს. ალბათ კვირა არ გავა, რომ არ ნახოთ ჩვენი საამაყო სპორტსმენების ძალიან დიდი გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა ეს ისე არ მოსულა. ეს წარმატებები არის ჩვენი სპორტსმენების ძალიან დიდი შრომის, თავდაუზოგავი შრომის შედეგი და ამ შრომას სჭირდება ის სათანადო პირობები და მხარდაჭერა, რაც დღეს ჩვენს სპორტსმენებს აქვს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა
წარმატების ნიშნულობას ამ სფეროში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ, არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. და ასეთ ვითარებაში თავარი ასპარეზი, სადაც ქართულმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააშკაროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი და შესაბამისად ძალიან დასაფასებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები. არის განსაკუთრებული მიღწევა ქუჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მასაც მინდა მიულოცოს განსაკუთრებული და გამორჩეული წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესსა და რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ. ევროპის მასშტაბზეც, როგორც ჩანს, პირველი ვართ ეკონომიკური ზრდის მიხედვით და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი, რომ ყველა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით ჩვენ მქონდა გაცილებით დიდი და უამრავი გამოწვევა, მათ შორის შიდა და გარე მუდმივი რყევების ფაქტორი, უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტების მუდმივი და განუწყვეტელი მცდელობა შიდა არეულობების. არ არის მარტივი, როდესაც ქვეყანას შუბლზე აქვს იარაღი მობჯენილი და ამის პარალელურად ისეთ ნაბიჯებს გავს, ბევრს შეშურდებოდა. დღეს სიმბოლურია, რომ ზუსტად 11 წლის წინ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ საზოგადოებას გავაცნოთ რა გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული 2028 წლისთვის გვინდა რომ შესრულებული კონდეს 90%-ზე მეტი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან. ახლო მომავალში ასევე გეგმავთ შესაბამისი კომისიის მოწვევას, სამთავრობო კომისიის მოწვევას. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება, ცვლილებები განათლების სფეროში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი არაერთი პროექტი და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. ყველა ამ კითხვას მთავრობის მეთაურმა დეტალურად უპასუხა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაუქმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის პასუხისმგებელი. თხოვნა არის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ სკოლების მოლაპატრონობა პერსპექტივაში არის სწორედ ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. პერსპექტივაში ასევე თუნდაც სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციაც შეიძლება გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება, ეს შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ეტაპზე ამ ფუნქციით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, თბილისის ნაწილში დედაქალაქის მერია. რაც შეეხება პროცედურებს, ეს დეტალები იქნება რა თქმა უნდა განსახილველი. იცით ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უნიკალური ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2 ადრონული თერაპიის დანადგარი არის საქართველოს შეძენილი. ერთი მოემსახურება სამეცნიერო სამუშაოებს, ხოლო მეორე იქნება განკუთვნილი ადრონული თერაპიისთვის. თანამედროვე ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდა პირველ რიგში კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ მასშტაბურად გავაფართოვოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს ნომერ 2 საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ცოტა უფრო ცლად რომ წარმოგიდგინოთ თქვენი ხედვა და თქვენი პოზიცია აი ამ პროექტების მომავალი განვითარების შესახებ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ რიგში მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით. ეს არის ჯგუფდროსნული საავტომობილო გზები, ეს არის რკინიგზა, ეს არის პორტები, ეს არის აეროპორტები. მომზადების პროცესია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივია დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის. ბოლო დროს გახშირებული განზრახველობებიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ გავამკაცროთ სასჯელი განზრახველობასთან დაკავშირებით? მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში. სხდომის მიმდინარეობისას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა პარლამენტში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, თუ როგორი რეჟიმი მართავდა ქვეყანას 2012 წლამდე და ამ მხრივ საგამოძიებო კომისია უდიდეს როლს ასრულებს. მართლაც ბევრი შთამბეჭდავი და საინტერესო პროექტის თუ მიმართულების შესახებ მოვისმინეთ. ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება ხედავს და დარწმუნებული ვარ თქვენს თვალყურს ადევნებთ საგამოძიებო კომისიაზე იმ გაუგონარ ფაქტებს თუ როგორ არ უნდა
მარტო ქვეყანა. ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. და სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლის შემდეგ. და შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ვიღაცებს ქვეყნის გარედან სურდათ ასეთი ადამიანების დაბრუნება ხელისუფლებაში. ქართულ ხალხს ვერავინ აიძულებს, ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან, ვერავინ აიძულებს ხელისუფლებაში დააბრუნოს კრიმინალები. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არიმართა საქართველოს პარლამენტში, ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო. სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენელი, არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებთან ერთად ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ პროექტებზე და ისაუბრა, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება თანამშრომლობას ყველა მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა მთავრობის მეთაურმა პრიორიტეტებს შორის დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტში გამოსვლისას დაასახელა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივების განხილვას საკანონმდებლო ორგანო დაიწყებს. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეთა გამოვლენას განაგრძობს. პოლიციამ ბრალდებულის დაკავების შესახებ დღესაც გაავრცელა ინფორმაცია. გივი კუჭავაგი ამბობთ. კომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან და ნარკოდანაშაულთან. მხოლოდ დღეს პოლიციამ დიდი ოდენობით კანაფის კულტივირებისთვის ერთი ადამიანი დააკავა. ამოღებულია 136 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორებს თითქმის ყოველდღე აკავებს. მათ გამოსავლენად პოლიცია სხვადასხვა ოპერატიულ და სამძებრო ღონისძიებებს ატარებს. ბოლო პერიოდში გამოვლენილია არაერთი ნარკოდამნაშავე და ნარკორეალიზატორი. ამოღებულია უპრეცედენტო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაყოფები სისტემატურად ყოველდღიური რეჟიმის ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა ოპერატიულ და სამძებრო ღონისძიებებს და საგამოძიებო ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების და ნარკოდამნაშავეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით. ბოლო პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაყოფების მიერ გამოვლენილი იქნა არაერთი ნარკოდამნაშავე და ნარკორეალიზატორი. კანონმდებლობა გამკაცრებულია ახლა ნარკომანიასთან ბრძოლას კიდევ ახალ პროექტს უპირისპირებენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის განხილვა პარლამენტში დაიწყება. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს კერძო სუბიექტების ნაცვლად მხოლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფს. რეგულაციებია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ პრეპარატების, მედიკამენტების არადანაშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გაახორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა, სახელმწიფო დაასრულოს ნებისმიერ მანკიერებას სამმართველობით. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა აქვს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას პრიორიტეტად მიიჩნევს. და ამასაც ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ცვლილებები, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული. დიდი გამოძახილია საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან დადებითიც, მაგრამ არის საინტერესო თუ როდის შევძლებთ აი ამ ცვლილებების განხორციელებას. მიდგომა არის ეს, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება. როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის გადმობარება სახელმწიფოს მიერ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გადმობარება სახელმწიფოს მიერ. თავარია რომ რაღაც ხარვეზები არ გაგვებაროს, ამიტომ ამ დღეების განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე. ნარკომანიასა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ზრუნავს. უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს საქართველოს დატოვება მოუწევს უკანონო მიგრაციის პრევენციისთვის გამკაცრებული წესები სხვა სიახლეებთან ერთად გაძევების პროცედურის გამარტივებას და ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს. მაკოლ ლორთქიფანიძის რეპორტაჟი. ჩვენს ქვეყანაში უკანონოდ მყოფი კიდევ 6 უცხოელი ელოდება მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას. ინდოეთისა და ირანის მოქალაქეებს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. მორიგი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა. ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ადამიანია გაძევებული. მიმდინარე წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული და უფრო მეტი პირის გაძევა მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამ მიმართულებას და წლის ბოლომდე იქნება ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე არ ქონია გაძევებული პირების მიმართულებით.
1 ოქტომბრიდან უკანონო მიგრაციას უკვე კანონი დაუპირისპირდება, იზრდება ჯარიმები საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დამრღვევი უცხოელებისთვის. ინერგება ახალი მექანიზმი თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების რისკის დასაზღვევად და მარტივდება ქვეყნიდან გაძევების პროცედურები. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე ჯარიმების ზრდა იმ უცხოელებისთვის, ვინც არ ყვებენ ქვეყანაში უვიზოთ მოგზაურობის წესებს. მინიმალური ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრება და შემდგომში უკვე დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე იზრდება ჯარიმის ოდენობა და ასევე დამატებით დაწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რომელიც მინიმუმ 6 თვე იქნება, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება 3 წლამდეც კი დაუწესდეს უცხოელებს. მართლ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ახალი კანონი ამ გამოწვევასთან ბრძოლის პროცესში ეფექტიანად იმუშავებს და გამკაცრებული პოლიტიკა იმ მიგრანტების ინტერესებსაც დაიცავს, რომლებიც საქართველოში ლეგალურად იმყოფებიან. პარლამენტში მიღებული ცვლილებების შესაბამისად დარეგულირდა არაერთი მიმართულება მიგრაციასთან დაკავშირებული, მათ შორის ის, რომელიც სახელმწიფოს ანიჭებს განსაკუთრებულად მოქნილ მექანიზმებს მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ინსტიტუციები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. შრომითი კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მიგრანტებთან მიმართებით იყოს სწორი რეგულაციები. ჩვენ ვქნით ისეთ პირობებს, რომ არალეგალი მიგრანტების, ასე ვთქვათ, თავშეყრის ადგილი არ იყოს საქართველოში და ხდეს ამ ხრივ რეგულაციების გამკაცრება, ხდება სრულყოფა კანონმდებლობის, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას მოაგვარებს. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების რეგულაციები კიდევ უფრო დაიხვეწება. გაძლიერდება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმები. პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო შრომითი მიგრაციის შესახებ კანონიც, რომელიც საქართველოში დასაქმების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სპეციალური ნებართვის აღებას ავალდებულებს. 7-თვიანი პატიმრობა გივი თარგამაძეს და 8-თვიანი ნიკა მელიას. სასამართლოს გადაწყვეტილებები ცნობილია საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დაკავებული ოპოზიციონერებიდან 6-ის განაჩენი უკვე გამოტანილია. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი გივი თარგამაძე დამნაშავეა. სასამართლომ თარგამაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ოპოზიციონერს 7 თვის ციხეში გატარება მოუწევს. ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. თარგამაძე ვაკის პოლიციის განყოფილებაში დააკავეს. დაკავებამდე ქუჩის პროტესტი მოითხოვა. სამოქალაქო პროტესტმა ეხლა კიდევ უფრო უნდა აკრიფოს, ასე ვთქვათ, ძალა. თარგამაძის შემდეგ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მოსამართლემ ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამავე განაჩენში სასამართლომ აღუსრულებელი განაჩენიც დაამატა. 25,000 ლარი ჯარიმა ნიკა მელიას 2019 წელს ბანკ ქართუს გაკოტრების საქმეზე შეუფარდეს. ჯარიმა მელიას ამ დრომდე არ გადაუხდია. ახალ განაჩენს კი ძველის აღსრულებაც დაემატა. საჭირის სახელმწიფო განისაზღვროს პრივატული თავისუფლების საფუძვლად. მას ორეცლის ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურის დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას. თარგამაძის და მელიას ბრალდების საქმეების პროკურორი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გარდაუვალი იყო, რადგან აშკარაა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რასაც არც ერთი ბრალდებული არ უარყოფდა. სასამართლომ შეაფასა საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც განთავსებული იყო, ასევე მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ბუნებრივია, მოლოდინი იმისა, რაც ჰქონდა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ოპოზიციისთვის კანონის მიზანმიმართულად დარღვევის შედეგები პოლიტიკურია. მართლ გუნდში ოპონენტების მორიგ ჩავარდნილ დესტრუქციულ სცენარზე მიუთითებენ. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობით ოპონენტები სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, თუმცა ეს გეგმაც სხვების მსგავსად სისრულეში მოყვანამდე ჩავარდა. არ გამოცხადება პოლიციელის შეურაცხყოფა, პოლიციელზე ხელის დარტყმა. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია უნდათ დააზიანონ, ჩამოშალონ, მაგრამ არ გამოვა. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ პროცესის დისკრედიტაციას და არქმევენ ამას პოლიტიკურ დევნას და არქმევენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, მაგრამ ფაქტი არ იცვლება. ფაქტი ერთია, ადამიანებმა დაარღვიეს კანონი, უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ნიკა მელიას, გივი თარგამაძეს, გიორგი ვაშაძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა გირჩი ჯაფარიძეს პოლიტიკური მოტივით კანონის მიზანმიმართული დარღვევა ციხედ დაუჯდა. განაჩენს ელოდებიან ირაკლი ოქრუაშვილი და ნიკა გვარამიაც, ყველა რუსთავის ციხის პატიმარია.
კანონდამრღვევი პოლიტიკოსების ევროპიდან ლობირება გრძელდება ევროსაბჭოს ცარიელ დარბაზში ოპოზიციის ინტერესებს მათი მხარდამჭერები იცავდნენ პოლიტიკური მოტივით და კონკრეტული გეგმით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მართლმსაჯულებაში ჩარევა. რატომ წარმოაჩენენ საქართველოსთან მიმართებით დასაშვებად იმას, რაც მათ ქვეყანაში ისჯება? ნინო აგვლიანი გიაყოთ. ევროპაში სადაც კანონი უზენაესია ევრობიუროკრატებისთვის კანონს იგივე ძალა საქართველოში არ აქვს. ამის დასტური ევროსაბჭოს ცარიელ დარბაზში გამართული დებატებია, სადაც გონჩარენკომ და სხვებმა პოლიტპატიმრები უწოდეს მათ, ვინც კანონის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. იგივე ქმედება კი მათსავე ქვეყანაშიც მკაცრად ისჯება. რამდენიმე თვის წინ აქ შევხვდით გიორგი ვაშაძეს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს და ახლა ისინი ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან. არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკურ პატიმრობაშია. მისი შემთხვევა ერთადერთი არ არის. მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე ყველა დააკავეს არა დანაშაულის ჩადენის, არამედ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. დეპუტატებმა საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციასთან შეთანხმებული დავალება მაღალ დონეზე შეასრულეს, იმდენად რომ ევროპულ სტრუქტურებს აკრიტიკებენ, რადგან ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი უწოდეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო? ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთოს გუნდში, სამწუხაროდ. ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. ვისთვის ხმაურობდნენ დარბაზში, ეს ევროსაბჭოში გადაღებული ამ კადრებიდან კარგად ჩანს. თინა ბოკუჩავა, გრიგოლ გეგელია და სხვები ქვეყანას ამჯერად სტრასბურგიდან მტრობენ. დამნაშავეების პოლიტპატიმრებად შერაცხვა სწორედ მათი მთავარი მიზანია. ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ევროპელები რომ ევროპულ ღირებულებებს თავად ასცდნენ, ეს ევრობიუროკრატების მუქარის ტონზე თბილისის პასუხია. სახელისუფლებო პარტია რიტორიკულ კითხვას სვამს, რა ხდება კანონის დარღვევის შემთხვევაში ევროპაში. ქართული ოცნება შანტაჟის დასრულებას და ორმაგი სტანდარტით მოქმედების შეწყვეტას ითხოვს. ისინი არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. ყველაფერი კანონში არის გაწერილი, თუ რა ხდება ამის შემდგომ. და რა თქმა უნდა ხელისუფლებამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. თავიანთ ქვეყნებში იგივე რო გაეკეთებინათ ამ ადამიანებს, იგივე რო გაეკეთებინათ მათ პოლიტიკოსებს, რა გადაწყვეტილებას და რა დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ევროპის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ძალიან შორს არის იმ ნამდვილი ევროპული ღირებულებებისგან და სტანდარტებისგან, რის ჩამოყალიბებასაც თავის დროზე სათავეში ედგა ჟან მონე იქნებოდა თუ რობერტ შუმანი და სხვები. ამიტომ ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ ნახეთ. 13 წლის განმავლობაში საქართველოს რომელი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც რუსეთს შეუწყობდა ხელს უპირატესობის მოპოვებაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე ყავდა, დამიზნებული გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. და ყოველდღიურად ცხოვრობთ აი ამ დაძაბულ ვითარებაში. და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისე დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს. ოპოზიციის ევროპელი მეგობრები პოლიტპატიმრებს იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებზეც ევროპაში ყველაზე მაღალ სამართლებრივ ინსტანციას სტრასბურგს ნათქვამი აქვს, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივები არ იკვეთება. რა მიზნით ხვდებიან დიპლომატები სალომე ზურაბიშვილს? ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შედგა და ამას თავად დიპლომატიური მისიაც ადასტურებს, თუმცა შეხვედრის შინაარს არ ამხელს. კომენტარს არც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ანამ ბერძენიშვილის სიუჟეტი. ამერიკის შეერთებული შტატების გადამდგარ ელჩს კანონდამრღვევი ყოფილი პრეზიდენტი ფარულად შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე მხარეები არ საუბრობენ. მხოლოდ საელჩომ წერილობით დაგვიდასტურა რობინ დანიგანისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა. მიუხედავად ქრონიკის კითხვისა, რა იყო შეხვედრის მიზანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დღეს შეხვდა სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.
შეხვედრიდან მალევე რიგითმა ოპოზიციონერმა ზურაბიშვილმა ბრიფინგი დანიშნა, თუმცა მედიის კითხვებს არ უპასუხა და გაიქცა. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებს მიზანმიმართულად აზიანებდა და აზიანებს ახლაც. სუვერენიტეტის შელახვა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რა მიზნით ხვდებიან დიპლომატების სალომე ზურაბიშვილს უცნობია. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი, ასე ვთქვათ, პიონერი გახდა, ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ რაიმე სასიკეთოს საუბრობდა ჩვენს ქვეყანას და აუცილებელი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები თუ ქვეყნის გარეთ. რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესო არის როგორც ჩვენთვის პოლიტიკოსებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ნახევრად ირონიულობით, რა თქმა უნდა, შემიძლია თხოვო ამერიკის ყოფილებს, რომ როცა დაბრუნდება ვაშინგტონში, თან წაიყვანოს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტიც. მე მგონი მათთვისაც კარგი იქნება და ქაბოტონი ყოფილი პრეზიდენტისთვისაც. სხვა გამიჭირდება მე რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება. ოპოზიციონერი ზურაბიშვილი რადიკალებთან ერთად ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობაშია მხილებული. შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრის დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება. რა ხდება საფრანგეთის ქართულ სათვისტომოში? ოთარ ზურაბიშვილს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებასა და ისტორიული სათვისტომოს ასოციაციის ფუნქციონირების შეჩერებაში ასოციაციის წევრებივე ადანაშაულებენ. ბრალდებების ავტორებმა შესაბამისი წერილიც გაავრცელეს. მმართველი გუნდის შეფასებით დიასპორის პოლიტიზება დაუშვებელია. მაკუნა აბულაძე გიამბობთ. საფრანგეთის ქართული დიასპორა სალომე ზურაბიშვილის ძმის წინააღმდეგ ოთარ ზურაბიშვილს სათვისტომოს პოლიტიზებასა და დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, ზურაბიშვილის ძმა რადიკალების ინტერესების გატარებას ახლა საფრანგეთში ქართულ დიასპორაში ცდილობს და ამისთვის ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას ბოროტად იყენებს. ქრონიკასთან საუბრისას ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ დაუშვებელია სამშობლოს ინტერესებზე წინ ვიწრო პარტიული ინტერესების დაყენება, დიასპორის სახელის პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენება და სათვისტომოს გახლეჩა. ოთარ ზურაბიშვილს ურჩევენ პოლიტიკური პლატფორმა სხვაგან ეძებოს. სათვისტომო არ იწყება ოთარ ზურაბიშვილით და არ მთავრდება არც ჩემით და არც სხვა პიროვნებით. ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ყველა ქართულ საქმეს. ჩვენი სათვისტომო არ არის პოლიტიკური პარტია და არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს ჩვენი ასოციაცია პოლიტიკური და კერძო მიზნების მისაღწევად. დაუშვებელია. არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესები სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დააყენო. მე ამას ვემიჯნები. ის ნამდვილად თამაშობს იმ როლს, რა როლიც მას დაავალეს, ასე ვთქვათ. პოლიტიზების საჭიროება იხსნება მის მიერ, როგორც ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელ ბერკეტად, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რამდენადაც სათვისტომო ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოს გარეთ, მიზნად უნდა ისახავდეს ქართველების გაერთიანებას და არავითარ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, თუნდაც პარტიების ინტერესების გატარებას. ოთარ ზურაბიშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით. რადიკალების პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ ახლა მათთვის მიზანი ყველა საშუალებას ამართლებს. მათ შორის რადიკალურ პროცესებში დიასპორის ჩართვის სურვილსაც. ეს წამოწყებული პროპაგანდისტული განცხადება ემსახურება ოთარ ზურაბიშვილის რეპუტაციის შელახვას. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დაძმა ზურაბიშვილებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პოლიტიკური გაბანკროტების შემდეგ ერთადერთ იმედად, როგორც ჩანს, რადიკალების რიგებში გადანაცვლებულ ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთში ქართული დიასპორის მხარდაჭერა დარჩა. თუმცა ის აქაც შეცდა, სათვისტომო რადიკალებს გაემიჯნა. ქართული ერის სახელით ლაპარაკი დასჯემდა ადამიანს, რომელიც საერთოდ საქმის კურსში არ არის, რა ხდება საქართველოში და თუ რამე იცის კვლავ იმ მავნებლური პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც მის დას გააჩნია. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს საკუთარი პირადი ინტერესების, პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით დაპირისპირება შეიტანოს ამ ისტორიულ დიასპორაში, მოირგოს
მთელი ეს პროცესი და ინსტიტუტები, რომელიც დაკავშირებულია ისტორიულ დიასპორასთან საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე და ამით რა ხდება საბოლოო ჯამში? ხდება ის, რომ ამ ისტორიულ დიასპორასაც არყევს. განხეთქილება საფრანგეთის ქართულ სათვისტომოში ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკურად სწორედ მაშინ გააქტიურდა. ასოციაციის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ სათვისტომო რომელიმე პარტიისთვის პოლიტიკური იარაღად არ იქცეს, სალომე ზურაბიშვილის ძმა რადიკალების ინტერესების გატარებას ამ დრომდე განაგრძობს. მარცხის გადაფარვის და პოლიტიკის მოგზაურობა მათთვის, ვისაც ბუნება და თავგადასავლები უყვარს. თუშეთში წელს ტურისტული სეზონის შედარებით ადრე დაიწყო, რეგიონში საგზაო პირობები გაუმჯობესდა და იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. საქართველოს ულამაზეს კუთხეზე, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, მარიამ ბულღაძე გიამბობთ. ეს ომალომდე მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაა, საიდანაც თუშეთის გაცნობა და მთავარი თავგადასავალი იწყება. გრუნტიანი, კლდოვანი და მიხოულ-მოხოული ტრასა აბანოს უღელტეხილზე გადის. 72 კილომეტრიან გზას სუნთქვა შეკრული გადიხარ და ნელ-ნელა შენს ველური და ხელშეუხებელი ბუნების ნაწილი ხდები. თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ისევ რთულია, მაგრამ გადაადგილება ახლა ბევრად უსაფრთხოა. პროექტის ფარგლებში, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს, საგზაო პირობები უმჯობესდება და გზა ფართოვდება. შედეგად თუშეთამდე მისასვლელი დროც მცირდება. მანამდე თუ ვანდომებდით 7 საათს ან მეც, ეხლა 3 საათ ნახევარში, მაქსიმუმ 4 საათში კომფორტულად გადმოადგილდებით. სანამ სოფელში შეხვალ პირველად თუშურ გასტრონომიას გზად ზღვის დონიდან 2967 მეტრზე გაიცნობ. კავკასიონის მთების ხედზე პატარა კაფეში თუშური კოტორით და ცხელი ჩაით გაგიმასპინძლდებიან. ჩემი დაიწყება უკვე თუშეთის გაცნობა. მუსიკა გვხდება აქ, რაღაცა ხალხი დადის ერთობა ყველა. სოფელ ომალოში შესვლისთანავე ქალაქის ხმაური ქრება და მთის რელიეფზე მდებარე პატარა სახლები ჩნდება. ომალოდან რამდენიმე კილომეტრში სოფელ დიკლოში აღმოჩნდები. თუშეთის ბოლო სოფელში, სადაც საქართველოს დაღესტნის საზღვარია. სოფელი შენაქო თუშეთის სულიერ ისტორიას ინახავს. აქ უძველესი ქრისტიანული ეკლესია დგას. გონთაის მთიდან კი თუშეთზე პანორამული ხედები იშლება და რეგიონის გამორჩეული ბუნება კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს, ეს ადგილი ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ამ სახლში მცხოვრები ირაკლი ექიმი თუშეთს არც ზამთარში ტოვებს. სწორედ ისაა ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ სოფელს სიცოცხლეს უნარჩუნებს. იქ სადაც თუში კაცის ცხოვრება იწყება. ასე ხვდებიან სტუმრებს სოფელ დართლოში, სოფელში, სადაც წარსულში ბრუნდები, როცა უძველეს თუშურ კოშკებს ხედავ. აქ ტრადიციები ყოველდღიურობის ნაწილია. რეგიონს განსაკუთრებულს ხდის მისი არქიტექტურა. ყველასთვის რაღაცა იმდენად საყვარელია, რომ სახლად იქცა ეს კუთხე, ვინც აქ ამოვიდა და ამიტომ უნდა მოვიდნენ თუშეთში. თუშეთში ყველაზე ხშირად ის ადამიანები ჩადიან, რომლებისთვისაც სათავგადასავლო ტურიზმი და ექსტრემი მნიშვნელოვანია. თუშეთის სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი ასეთია: 90 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი ზემო ომალოდან იწყება და სრულად ფარავს კომეწრის ხეობას. მთელს ტერიტორიაზე მსგავსი მანიშნებლები დაგხვდებათ იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა თუშეთში კიდევ უფრო უსაფრთხო იყოს. ეს ბილიკი ერთმანეთთან თუშეთის 16 სოფელს აკავშირებს. ბილიკის დახმარებით ულამაზეს ხეობებს გადიხარ. წინასწარ შეუულიათ მათ დაგეგმონ მარშრუტი თავისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, იმიტომ რომ არსებობს როგორც მარტივი კატეგორიის, ისე საშუალო კატეგორიის საფეხმავლო ბილიკები. I'm from Belgium. ბელგიიდან ვარ. მთები, პეიზაჟები, ყველაფერი ფენომენალურია. ჩვენ გერმანიიდან ვართ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, რადგან ყველა ადგილას მანქანით საკმაოდ მარტივად მივედით. იმდენი შთაბეჭდილება მივიღე ადგილობრივი ადამიანების კულტურასა და ისტორიაზე ჩემი ტვინი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ამუშავებს. აქ ყველა იმდენად კეთილია, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობ. თუშეთის ტურისტული პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება. ადგილი, რომელიც სტუმრებისთვის მხოლოდ რამდენიმე თვეა ხელმისაწვდომი, თავისი მისტიკურობით კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თუშეთი ერთ-ერთი სასურველი და საყვარელი ადგილი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ევროპიდან მოგზაურობენ, იმიტომ რომ ფეხითიარონ ბუნებაში საფეხმავლო ტურებით. წელს თუშეთში ტურისტული სეზონი შედარებით ადრე დაიწყო. აქ უკვე ელოდებიან ყველას, ვისაც ბუნება და თავგადასავლები უყვარს. იმედი ნიუს-ჭიზე ორშაბათამდე გემშვიდობით. ნახვამდის.